პროექტ სახელმწიფო სამინულის ფარგლებში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. პროექტის სახელმწიფო სამინული რეფორმების ახალი ტალღა მიზნად ისახავს შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განივითარონ 21 საუკუნისათვის აქტუალური უნარები, მიიღონ და გაიღრმაონ გობრივი კომპეტენციები, ჩაერთონ და თავად შექმნან პროფესიული ქსელები. მიღებული გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარება კარიერულ წინსვლაში და საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ რეალიზებაში. შედგა სახელმწიფო სამინულის მეორე შეხვედრა. მე ჩემ გუნდთან ერთად გამოვკვეთე ქალაქის ერთი კონკრეტული პრობლემა, ეს არის ქალაქის კეთილმოწყობა და უნდა წარვადგინოთ დღეს ამ პრობლემის გადაჭრის გზები. შემდგომში უკვე ვითანამშრომლებთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამ პროექტის ფარგლებში და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. გუნდის სახელია ინოვაციებისა და განვითარების ფონდი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდების აზრი და დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. მე დღეს წარმოვადგენ ჩემს ჯგუფს. დღეს უნდა პრეზენტაცია გავაკეთო ძირითადად გორის პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიმსჯელე ჩემს გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ვეცდები გუნდის კარგად წარმოჩენას. ეს არის ინოვაციების განვითარების ფონდის პროექტი, ეს მოქმედებს 14 თვითმმართველ ერთეულში. ჩართულია 4000-ზე მეტი ახალგაზრდა, ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსში და შევარჩიეთ 4000 ადამიანი ამ 14 თვითმმართველობის ერთეულში. ეს ითვალისწინებს ორ ეტაპს, ერთი არის უშუალოდ პრობლემებზე მუშაობა და პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა და მეორე ეგრეთ წოდებული არაფორმალური განათლების კუთხით სხვადასხვა სემინარებს და ტრეინინგებს, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარებათ გამოსვლების და საჯარო დებატების დროს. რეალურად სახელმწიფო სამინული ეს არის საუკუნის გამოწვევა. ეს არის პროექტი, რომელზედაც ძალიან მალე ისაუბრებენ აბსოლუტურად ყველგან და რეალურად ეს არის პროექტი, რომელიც მოახდენს ქართველი ერის კონსოლიდაციას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.